გაიმართა ენგურის ხიდთან შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ოკუპაცია. აფხაზეთი საქართველოა. ამ წარწერებით საქართველოსა და უკრაინის დროშებით იყვნენ მისული ენგურის ხიდთან აქციის მონაწილეები, მათ შორის იყვნენ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა და საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც რუსეთის პოლიტიკას, ოკუპაციას და უკრაინაში ომს აპროტესტებენ. ჩვენი გზავნილი არის ენგურს იქეთ, რომ ადრე თუ გვიან რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს სახლებში მშვიდობიანად, არანაირი ომით და ესკალაციით და ეს დღევანდელი აქცია უფრო ხსოვნისადმი მიწვრილი არის, როგორც ის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. Находимся в Зугдиде, недалеко. ჩვენ ახლა ვართ ენგურის ხიდთან. აფხაზეთთან ახლოს და ვატარებთ აქციას, რომლის მოთხოვნაა ჩვენი ერის მშვიდობიანი გაერთიანება. აქ არის ასევე ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაცია ამრა, რომელიც ასევე მუშაობს ამ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე. ჩვენ გინდა დავანგრიოთ ის დეზინფორმაცია, რომლითაც აფხაზურ საზოგადოებას ტვინს ურეცხავენ და არ აძლევენ საშუალებას, რომ სამყაროში მიმდინარე მოვლენები ობიექტურად აღიქვან. Я россиянин, я родился. მე ვარ რუსი, დავიბადე რუსეთში და 6 წელია რაც საქართველოში ვცხოვრობ. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს ქვეყანა უნდა იქნას დაოკუპირებული, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა. ჩემი მეუღლე არის დევნილი აფხაზეთიდან და ვთვლი, რომ ყველა დევნილი უნდა დაბრუნდეს საკუთარ სახლებში. აქ მოვედი იმიტომ, რომ ხალხმა გაიგოს. არსებობენ რუსები, რომლებიც მხარს უჭერენ